კემბრიჯის ლექსიკონმა 2025 წლის სიტყვად პარასოციალური დაასახელა. გსმენია თუ არა ამ სიტყვის შესახებ, რას ნიშნავს? მოდი განვარტოთ მაშინ. ეს ტერმინი ცნობილი ადამიანის, წიგნის, პერსონაჟისა თუ ხელოვნური ინტელექტის მიმართ პიროვნების ცალმხრივ ფსიქოლოგიურ მიჯაჭვულობას ნიშნავს. ანუ შენ ცალმხრივად რომ ხარ მასზე დამოკიდებული, რაღაც თვალსაზრისით შეყვარებული, სავარაუდოდ, რაღაც კუმირად რომ აქცევ. და დღეს ეს ხელოვნური ინტელექტი იმდენად აქტიური მონაწილეა ადამიანების ცხოვრებისა, შეიძლება მასაც დაუკავშირეს ეს ყველაფერი. რატომ თქვი დაბრუნდა? ესე იგი, ეს სიტყვა პირველად 1956 წელს გამოიყენეს, მაშინ პარასოციალური მიჯაჭვულობის იმ მდგომარეობას აღწარდა, რომელსაც მაყურებლები სატელევიზიო პროგრამების მონაწილეების მიმართ განიცდიდნენ. ხო იცი, რო გადიოდა პროგრამები თუ სერიალები თუ სხვა, იმათი სახელით ამბობდნენ, ან ის ასე იტყო და იმას ასე ეცვა და მოკლედ ერთქორ კუმირად აქცევდნენ ხოლმე და 2025 წელს ტერმინი პარასოციალურის გამოყენება მკვეთრად გაიზარდა და მეტწილად იმის გამო, რომ ადამიანებს მსგავსი დამოკიდებულება ჩატბოტების მიმართ გაუჩნდათ, როგორც გითხარით. აბა? კი ბატონო. მე ესპანურად გავიგე ხურში როგორი გამოითქმება ეს პარასოციალა იქნება? პარასოციალა. კი ბატონო.